გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1950 წლიდან დაფუძნდა და ბავშვებზე ზრუნვა, მათი ბედნიერება რომ უმნიშვნელოვანესია, კიდევ ერთხელ ვახსენებთ სამყაროს. რა არის ამ დღის მიზანი? პირველ რიგში მნიშვნელოვანია ყველამ გააცნობიეროს, თუ როგორი მნიშვნელოვანია ბავშვების უფლებების დაცვა. აუცილებელია გავიაზროთ, რომ მსოფლიოში ყველა ბავშვი თანასწორია, მიუხედავად მისი რასობრივი თუ ენობრივი კუთვნილებისა, მისი რელიგიური შეხედულებისა. ყველა ბავშვი იმსახურებს ზრუნვასა და სიყვარულს. ბავშვთა უფლებები. შენ დაბადებიდან გაქვს ძალიან ბევრი უფლება და აუცილებელია ეს იცოდე. შენ გაქვს განათლების უფლება. ყველა ბავშვს უნდა შეეძლოს სწავლა და განვითარება, მისთვის შესაბამის, ხელსაყრელ, ბედნიერ, ჯანსაღ გარემოში. შენ გაქვს ჯანმრთელობის უფლება, რაც გულისხმობს. ჯანსაღი კვება და ჯანმრთელობა კარგად ყოფნის საწინდარია. ყველა ბავშვს აქვს უფლება ისარგებლოს სამედიცინო მომსახურებით, ექიმთან კონსულტაციით და საიმედოობის განცდით. ვარჯიში, ჯანსაღი ცხოვრება და ჯანსაღ გარემოში ცხოვრება შენი უფლებაა და ეს ძალიან კარგად უნდა გახსოვდეს. დაცულობის განცდა. ყველა ბავშვს სჭირდება სახლი, სადაც მასზე ზრუნავენ და უყვართ. შენ გაქვს თანასწორობისა და აზრის გამოხატვის უფლება. ყველა ბავშვი იმსახურებს თანასწორ მოპყრობას. შენ გაქვს შენი აზრის გამოხატვის უფლება. განვითარების და თამაშის უფლება. თამაში ბავშვებს მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაში ეხმარება. ბავშვებს აქვთ უფლება აირჩიონ, თუ რისი კეთება ურჩევნიათ თავისუფალ დროს. აუცილებელია მოусმინო შენზე უფროს ადამიანს და გახსოვდეს შენი უფლება. გარდა უფლებებისა, შენ გაქვს პასუხისმგებლობები, რაც ნიშნავს, რომ აუცილებელია მოусმინო სხვა ადამიანებს და დაიცვას სხვისი უფლებებიც. პირველ რიგში პატივი ეცი შენი ოჯახის წევრებს, რადგან ისინი ზრუნავენ შენზე და უყვარხარ უპირობოდ. პატივი ეცი სხვა ადამიანებს, როდესაც შენ ასე იქცევი, შემდეგ სხვებიც იგივენაირად გექცევიან. დაიცავი წესები და კანონები, როგორც სკოლაში, ასევე ნებისმიერ ადგილას. ისწავლე კარგად, იშრომე ბევრი. დაიცავი გარემო, სადაც ცხოვრობ და იზრუნე დედამიწაზე. არ დაყარო ნაგავი და გაუფრთხილდი გარემოს. იყავი კეთილი, ზრუნველი. დაეხმარე ყველას, ვისაც შეგიძლია და იზრუნე სხვა ადამიანებზე. დასკვნით სახით შეიძლება ითქვას, რომ შენ ხარ მნიშვნელოვანი და დაბადებიდან გაქვს უფლებები. შენ იმსახურებ ბედნიერებას. გააბედნიერე შენი მეგობრები. ისწავლე, განვითარდი და იყავი კარგი ადამიანი. ახლა კი მცირე დავალება. დახატე შენი ოცნების დედამიწა, სადაც ყველა ბავშვი ბედნიერია. შენი აზრით, რა ბედნიერებს ბავშვებს ყველაზე მეტად? დიდი მადლობა. დროებით აუცილებლად გამოიწერე ჩვენი არხი.